აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ მასტქერი და მასტოფერი ძალაში დარჩეს არჩევნების შემდეგაც. ყადაღა მოიხსნას ტელეკომპანია მაესტროს კუთვნილ სატელიტურ ანტენებს. ახალი ამბების არხმა განაგზავს პროექტის მაესტრო ყველა ოჯახში განხორციელება. ასევე გამოძებული იქნეს ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები, განცხადებას ხელს 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. ლიკა ალელიშვილი აგრძელებს თემას. საქართველოს ეროვნული პლატფორმა დღეს ავრცელებს განცხადებას საქართველოში წინასაარჩევნო შექმნილ მედია გარემოსთან დაკავშირებით. ამ განცხადებას მხარს უჭერს 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და აქ ყურადღება გამახვილებულია იმ გამოწვევებზე, რომელიც დღესდღეობით არსებობს ამ მიმართულებით. განცხადებაში, რომელსაც ეროვნული პლატფორმა ავრცელებს და მხარს 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია უჭერს, ხელისუფლების მიმართ სამ ძირითად მოთხოვნაზეა საუბარი. გვაქვს სამი მოთხოვნა. პირველი ეს არის მაესტროს სატელიტური თებშების გავრცელებისთვის შეზღუდვების მოხსნა და შესაძლებლობის მიცემა მაესტროსთვის, რომ გაავრცელოს სატელიტური თებშები. მეორე საკითხი ეს არის მასტქერის პრინციპების გაგრძელება არჩევნების დღის შემდგომ პერიოდში. მესამე საკითხი, რომელსაც ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას, ეს არის მედიისთვის, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის დაფიქსირებული ფაქტების გამოძიება. განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება ტელეკომპანია მაესტროს კუთვნილ სატელიტურ ანტენებზეა გამახვილებული. ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ ტელეკომპანიის ქონებას მოეხსნას ყადაღა და გაუქმდეს შეზღუდვა კერძო მაუწყებლის მიერ სატელიტური ანტენების გავრცელებაზე. ეროვნული პლატფორმა მზადაა სატელიტური ანტენების გავრცელების პროცესის მონიტორინგში ჩაერთოს. ეროვნული პლატფორმის შემავალი ორგანიზაციები, რომელმაც ხელი მოაწერეს ამ განცხადებას, ის მზად არიან მონიტორინგის პროცესში ჩაერთონ. ანუ თუ თებშების დარიგება გახდება შესაძლებელი, ეს ნაწილი სამოქალაქო საზოგადოებისა მზად არის, რომ ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებით მიმართავენ ევროკავშირს, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო წარმომადგენლებს, რათა საქართველოს ხელისუფლებასთან ოფიციალური კომუნიკაციისას პრიორიტეტულ საკითხებს შორის დღის წესრიგში კვლავაც მედიასთან დაკავშირებული თემები შეიტანონ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიპლომატიური კორპუსის გარკვეულწილად იზიარებს ჩვენს პოზიციებს, ამას ადასტურებს 18 აგვისტოს ელჩების მიერ გავრცელებული განცხადება, რომლებიც ასევე გამოთქვამენ წუხილ საქართველოს შექმნილი მედია გარემოს თაობაზე. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ კამპანიური ხასიათის აქტივობებს ამ მიმართულებით. ეროვნული პლატფორმა ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების დროულად გადადგმისკენ მოუწოდებს. არასამთავრობოების მთავარი ამოცანა მედია პლურალიზმისა და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაა.